ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით გასულ თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ 10 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. წლის 10 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა DGG-ს გადამხდელ კომპანიათა ბრუნვის ზრდაც. ოქტომბერში მსხვილი ბიზნესის ბრუნვა მხოლოდ 7%-ით არის გაზრდილი და 15,9 მილიარდ ლარს შეადგენს. 11%-იანი კლება ახლად რეგისტრირებული საწარმოების კუთხითაც სულ ქვეყანაში 6075 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. რა ტენდენციებია ეკონომიკაში და რომელ დარგებში ფიქსირდება ზრდისა და კლების ტრენდი? ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს. ნუცა გისმენთ. ნინო მოგესალმებით. დიახ, როგორც აღინიშნა, გასულ თვეს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებული იყო და თუ კი მაგალითად აგვისტოში ზრდის ტემპი 6,6% შეადგენდა, უკვე ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 6%-მდე შენელდა. 10 თვის ჯამური მაჩვენებელი კი შედარებით კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, კერძოდ წელს 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 7,6%-ითაა გაზრდილი. ოქტომბერში ასევე შენელებული იყო მსხვილი ბიზნესის, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც, რამაც გასულ თვეს მხოლოდ 7%-იანი ზრდა აჩვენა, რაც შეეხება დარგებს. ზრდა კვლავაც ისეთ სექტორებში ფიქსირდება, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვაო საქმიანობები, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკულ სექტორებში. აღსანიშნავი, რომ მშენებლობის სექტორში კლება მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებას უკავშირდება. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით კი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მოსაოდნელი იყო, რადგან მათ შორის მათი თქმით საბიუჯეტო ხარჯების, მათ შორის სხვადასხვა საჯარო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ხარჯების შედარებით შემცირება ფიქსირდება და მათი შეფასებით სწორედ ამას უკავშირდება. სპეციალისტების ნაწილი კვლავ ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელსაც მოსახლეობის ფართო ფენაზე გავლენა შედარებით ნაკლებად აქვს. ეკონომიკა არაჯანსაღად ვითარდება, ეკონომიკა არის წარმოდგენილი ექსკლუზიურად და არა ინკლუზიურად და რეალურად იმ ფაქტორებით არის შედგენილი, რომელიც ცოტა არაჯანსაღი იყო. შენელების მოლოდინი იყო გამომდინარე იქიდან, რისგანაც ძირითადად ჩვენ ეკონომიკაში დომინირებდა სახელმწიფო შესყიდვები, ანუ ბიუჯეტის ხარჯვა და ეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ნახეთ ოფიციალური ახსნები, რომ ვერ აითვისეს ეს ბიუჯეტი და იმიტომ შენელდა რაღაც გარკვეული მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა. შემდეგი მონაწილე ეკონომიკური ზრდის არის, რა თქმა უნდა, სხვა ესეთი დარგები, რაც გვესმის, ვიცით, ტურიზმი, ვაჭრობა, რეექსპორტი, ძირითადად რეექსპორტი ვიცით, რომ არ არის დიდად, ანუ არის ხოლმე სტატისტიკური და არ არის მომგებიანი, დოვლათს აქ არ ტოვებს დიდად. კი, ბრუნვაში ქაღალდზე იწერება, მაგრამ დოვლათი ნაკლებია. როგორც აღინიშნა, კლების ტენდენცია ფიქსირდება ენერგეტიკის სექტორში, რაც გენერაციის ობიექტების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წელს 10 თვეში ქვეყანაში 6% იყო შემცირებული ელექტროენერგიის გამომუშავება. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით კლების ტენდენცია მათ შორის არასახარბიელო ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. გარემოდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჰიდროლოგია არ იყო ისეთი, როგორც მოსალოდნელი იყო და ამისი გათვლა და პროგნოზირება რეალურად პრინციპში შესაძლებელია და ჩვენ ამაზეც ვსაუბრობდით ხოლმე, რომ მეტეოროლოგიური სადგურების გააქტიურება გვჭირდება, უფრო მეტად დახვეწა ინფორმაციის მეტად მიღება მათი მხრიდან და ჩვენთვის გაზიარება. რეალურად დღევანდელი მოცემულობით ახლა უკვე ნოემბრის ბოლო პერიოდია და ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ უფრო მეტი გვექნებოდა თქვათ წყალი. წვიმას უგულისხმობ და შესაბამისად უკვე რა თქმა უნდა თოვლი, რომელიც მერე გდნება და მოვიხმართ ჩვენ ამ წყალს როგორც გენერაციის საშუალებას წყაროს. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ეგ მიზეზია და ჩვენ კარგავთ საექსპორტო პოტენციალს მათ შორისაც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესეს, მათ შორის რამდენიმე დღის წინ ფიჩმა ზრდის პროგნოზი 7,3%-მდე გაზარდა. სარეიტინგო სააგენტო საქართველოში უკვე 2026 წელს 5,3%-იან, ხოლო 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. მადლობა ნუცა, ეკონომიკის ზრდის ტენდენციებზე ნუცა შუბაშვილი საუბრობდა.